Давай. ეს რა ვნახე რა სიკვდილს ეთამაშები თუ რა გინდა გიღირს კი რა მიამა ეგრე მწოდნოდა რა დამატინებდა მე სახში Peka ვიღაც აკებსთან ბარსელონას ლოგი და აფარი აქ თუქენი. უზა ამაზონი. გაიხარე მადლობა გიგო. გიგო. თავისი ჯუნგლებით. აუ ამაზონი რა საინტერესო ეს. წვიმებით და ბევრად Ანზა. ისეთი ფლორით და ფაუნით. მართლა ძალიან საინტერესო. აქ შეიძლება შეხვდე იაგუარს. ალიგატორს. ალიგატორი გამოჩნდა. აუ ძალიან მაგარია. მობას გაგწევ. წარმოგიდგენიათ რამდენი ჯიშის ცხოველი და ფრინველი არის აქ? ყველაფერია. ხო, ბექა სვიჩაი რაც არსებობს ყველდაჟე შეიძლება ნანახიც არ ყავდეს ესეთი რამე არის. ვიცოდე. ჩემი კამერა ხო ჩამოვწიკო დაბლა. მარა იყოს აქ ხალხო რა, მარა ტარანტულას რო ვერ ხედავთ კარგად. მოიცადე? ბექა ძალიან თესლი ვიდეოა მართლა. დღეს დებილივით ვიცი. ტარა დებილი ისედაც ხარ ერთ წუთში ჩაიჯუკოგა. კაი. ბიჭო რეებს ეუბნები ბიჭს. კაი. აი რა. აუ ვიღაცამ ფაბრიკასთან ისეთი ზანოსი მისცა, ლამის ჩემ ფორტოჩკაში შემოვიდა. წავს ოხუი. და იმედია ეს მე არასდროს მომიწევს. ხუმრობ რა თქმა უნდა. მიდი. ფონტესლი ტანგაცვია ბიჭო. ეს რა? ეს კაცი ამ ტანგით უნდა იყოს ამ ვიდეოში. აი გაჩერდე დავაი. ტიპი რა ტესლი ტანგითა წარმოქმნილი ხარ. აუ პროჩზე ვაჩა. ალო არა. მარტო წელზე აქ ის. წელზე აქვს და ჭუჭუ უჭირავთ მაგით. ანუ ზემოთ უნდა ქონდეთ აწეული ჭუჭუ რა. ჭუჭუ სამჭერია. ეს მე ვარ. გაშეშებული როცა უყურებ როგორ იჭერს ადგილობრივი ტომი გიგანტურ ანაკონდას. რატო იჭერს გაუშვით რა? რა ჯანდაბად ვაკეთებ საერთოდ ამ ყველაფერს? საქმე ისაა, რომ თითქმის 200,000 გამომწერამდე მივედით. და სულ მეფიქრებოდა, რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რომ თან მადლობას გადამეხადა და თან ეს ყველაფერი ახლოს ყოფილიყო ჩემ მიზნებთან. და ეს ფონიც დავითრიე, ვითომ ამაზონის ჯუნგლებში ვარ. რადგან მე მაქვს დიადი მისია, რომ სიკვდილამდე ვყავდეს მაიმუნ კაკოზე მეტი გამომწერი, გადაწყვიტე წავსულიყავი ტომში, რომელიც რეალურად ნადირობს მაიმუნებს. თუმცა ეს გზა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგინე. დაახლოებით ერთვიანი ძიებისა და მზადების შემდეგ ჩავფრინდი ქალაქ კიტოში, ეკვადორში. ამ შემდეგ გადავფრინდი ქალაქ კოკაში, ასევე ეკვადორში. კოკაში ადგილობრივი გიდი, რომელიც დამპირდა რომ წამიყვანდა მაიმუნზე მონადირე ტომებთან. ამისთვის კოკადან უნდა გვევლო დაახლოებით 3 საათი მანქანით და შემდეგ 10 საათი ამაზონის სიღრმეებში ნავით. მე კი წარმოდგენა არ მქონდა რომ თავად ეს 10 საათიანი გზა აღმოჩნდებოდა იმაზე არანაკლებ სახიფათო და ექსტრემალური, ვიდრე ტომთან ვიზიტი. და ამის შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როცა ამაზონის საველე პოლიციამ გვითხა, რომ პასუხისმგებლობას იხსნიდა ჩვენ უსაფრთხოებაზე. ეს ტერიტორია, სადაც ჩვენ მივდივართ, არის ძალიან საშიში. ამ მდინარის გარშემო დადიან არაკონტაქტური ტომები. ისინი ძირითადად ამ ადგილებში იმყოფებიან და ჩვენც ამ კონკრეტული მონაკვეთის გავ. წარმოგიდგენიათ მობას გაბცა, ანუ არაკონტაქტური ტომები არის, ანუ ვაფშე არავის არ კონტაქტებიან. პოლიცია ვაფშე არ იციან ვილაა შეჭო, მაგრამ იმას რა შეინტერესებს პოლიცია ტიპს ტანგაცვია პროჩის არა, არაფერი ამოდეული იმას ელაპარაკე ხა მშვიდობას. გავლაგვიწევს. ამიტომ აქ ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ თუ დაგვინახეს, ეგრევე ეცებიან. და მაგათ იმიტომ მათ კავშირი არ აქვს. წარმოგიდგენია მოგუკლავენო, ვიტო ანუ ეგრევე. ეგ ტანგიანი ტიპი რომ მოგზდევს, შენ წარმოგიდგენია ძმობა და პირში რო ისულდევს, შყამიანი ის არის რო გესწროლოს. კარიბის ზღვის მეკობრებში რომ მოსდევენ. რა უთხრა შეგალ არაფერი არ ჭირდება. ცივილიზაციასთან. ყველა უცხო ადამიანი მათთვის მტერია. ამიტომ ჩვენი გზის ეს მონაკვეთი ძალიან სახიფათოა. აღმოჩნდა რომ ამაზონში არა მარტო ცხოველები, არამედ ადამიანებიც საშიშია. აქ 50 ტომი ცხოვრობს და აქედან უმრავლესობა თუ პირველად გადაიყარა უცნობ ადამიანს, ეგრევე მოკლავენ. როცა ვიღაც მათ ტერიტორიას კვეთს, არ მოსწონთ და ხმამაღალ ხმებს გამოსცემენ. იმალებიან კამოფლაჟში და მე შეიძლება თავს დაგისხან დიდი შუბებით. სწორედ ამ ტომების გავლა მიწევს გზად. ტომების, რომლებსაც ცივილიზაციასთან კონტაქტი არ ქონიათ. თუმცა ამ თემაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით. მანამდე კი ჩავბარგდით. აუ რა ლამაზია, ერთი პირისთვის სამყოფის საჭმელ სასმელი.
ბენზინი, გადასაღები ტექნიკა და რაც თავარია ჩემი გენიალური ახე ვალვოლაინი რო გააზაპრავ კაც მობას გაფიცებ? სპასმელი. ოხურე. ბენზინი. მართლა? ხო. აი, გადასაღები ტექნიკა ოჰო, ჩემი გენიალური სპონსორის ჰენკელ დე ვიტამინის. ნოლი 40 მოგზაურობაში ყველგან თან დამაქვს და რა თქმა უნდა აქაც მიმაქვს, რადგან ტომის წევრებს უნდა გავასინჯო. ეგა იწყება ჩვენი დიდებული თავგადასავალი. აუ არის წვიმას. აუ, რა მაგარია. წვიმა 2 საათი გაგზავნა. და რადგანაც ნავი დახურული არ იყო, იძულებული გავხდით ის წყლისგან პერიოდულად დაგვეცალა. ამას მოგვიანებით დაემატა ისიც, რომ ბალონი გადაგვივარდა. თანაც წვიმის წყალი მატორში ჩავიდა და რაღაც მომენტში ნავიც ჩაგვიქრა. ქავს ყვა წვიმა ხარი გადავიარ და გასი რა იქ მაგავაზე აუ ვიქრება თან იქნებ დავიჭირა რა თუმცა მხოლოდ ამაზონში შეიძლება დაგეუფლოს ისეთი შეგრძნება, თითქოს ცოტა ხნის წინ საერთოდ არ უწვიმია. პირველი ლანჩიც მოგვიწია ჩვენი არხეინად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა სანამ აქამდე მივალთ გაგაცნობთ ამ მოგზაურობის მთავარ გმირებს. Ale, კამერამენი, რომელიც არასდროს კვდება და მზადაა, რომ განთავსდეს ნებისმიერ ადგილას, რომ სწორი რაკურსი დააფიქსიროს. ჩემთან არა მოუშვა ზავ ეხლა მისტერ პაჰარიტო. Comunipa, mere, Mr. Pajarito. კომონიპა, მერე. ჩვენი გიდი, რომელსაც უყვარს ბევრი ლაპარაკი და კიდევ უფრო მეტი ჩიკ-ჩიკი. Mr. Pajarito. ვარეკა ვაორანის ტომის წარმომადგენელია, რომელიც ქალაქიდან მოყვება, რომ წაგვიყვანოს თავის ტომში. ვარეკა საუკეთესო მონადირეა, რაშიც მოგვიანებით თავადაც დავრწმუნდით. სწორედ ვარეკას ინიციატივით გავჩერდით იმ მიდამოებში, რომელზეც საველე პოლიცია გვიყვებოდა. ადგილას, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავყროდით სახიფათო უკონტაქტო ტომს. გაგვაჩერა აქ რომ უნდა გვაჩვენოს მცენარე, რომელთაც სახეს იხატავენ. Fuck, ამას არ მოკიდო ხელი. ზეპირად იცის, ხო? We don't have it more this type of the fruit is in our community. More people is down. Yeah, and here is too far from the community. That's why You take for them? Yes, you take. Here is not chance uncontacted people up here. Yes. Here is chance also. Sure, yeah. Why we are here? ორი საათი იყო დარჩენილი ჩვენი დანიშნულების წერტილამდე და უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ გზაში ახალი არაფერი მოხდებოდა. რა დროსაც პაჰარიტომ დაინახა ისეთი რაღაც, რამაც ჩვენი გეგმების და ჩემი დამოკიდებულებას აქაურებაზე საერთოდ შეცვალა. Sí, me conta. Ove, hay que ver, espera. Let's go. Is the გაიხადა. შევტო მაგიდოს. მე რატომღაც მეგონა, რომ გველს ჯერ მოვკლავდით და ისე დავიჭერდით. თუმცა რომ გავიგე, რომ ვარეკა შიშველი ხელებით აპირებდა ანაკონდას დაჭერას ისე, რა უნდა, ბიჭო? კიდევ უფრო დავიძაბე. I'm gonna record. Oh, here is nice to 3 liters deep. I don't know. ყველაფერი გაიხადა. სანამ ანაკონდის დაჭერა შევეცდები, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ახალი პარტნიორი გახდა სელფი. რას შვება, ბრატ? Go ahead. აღმოჩნდა, რომ გველი საკმაოდ ძლიერი იყო და თანაც მოასწრო ხის ძილში შემოხვევა, რითიც მისი დაჭერა უფრო რთული გახდა. Very strong. ხანდახან როცა ამაზონისნაირ უკაცრიელ ადგილას მოხვდები, ანაკონდის დაჭერის არ იყოს სელფის დაჭერაც რთულდება. თუმცა რატომ მივიდა ხელები, რატომ მოკიდა? რობას გაფიცებ სელფი ამაზონში კი არა, გდანში არის წერს ესე არა. წვენჩი, მაგრამ ერთი წუთი მოიცადე. ანუ მე მაინტერესებს. რა
ამაზონის selfie-ს მომავალ შემოთახში არის ჭერს, მაგრამ ერთი წუთი მოიცადა. მე ვერ გავიგე, ანუ ხელით რატომ მივიდა ხალხო? ვერ მივხვდი რა ხდება, ანუ ესე რატომ რო ეკმინა იმას? არაფერი არ არის? აი თაჩ. ანაკონდა ძირითადად სხეულით კლავს ადამიანებს. ის ისე მძიმედ შემოგეხება სხეულზე, რომ შეიძლება გაგუდოს. თუმცა შემოხვევამდეც უნდა მოახერხო, რომ მინიმუმ არ დაკბინოს. და ამისთვის ერთ-ერთი გზაა თავში სწორ ადგილას სტაცო ხელი. და სწორედ ამ მომენტს ელოდებოდა ვარეკა. Fuck. Yeah. ამა რო ვიდოს იმენა კარგად იყავ. Amigo. ეგრევე დაიბდი. What can I do? Let's go, ანაკონდა დავიჭერეთ. Yeah. Misión completo. Misión completo. Yeah. Domini, guaponi. Let's go. ხალი გველი. კომი გერუშხამი არ აქვს. გველი გამოხლებდა თავისთვის. ხეზე ისველებდა იწოდა. ტიტვალი ტიპი მოვიდა. ხიდან მოხსნა და ყელზე შემოიყვია. გველი გამო. არ არის ხამიანი. ამდენი პაპუას იყოლება ნალახი და ესეთი რამე ნალახი არ იყოლება კაკო ხიფით ჩავიდა და ხიდან მოხსნა და ხელზე შემოიყვია. ტიპი ხელზე შემოხვით კლავს ხავს და თავისი შემოიყვია ხელზე და ფოტოებს იღებს. თროის არის რა ქვია. ცირკის ანაკონდა. გველი როგორ უყურებს ხელს გავს. ესეთი რამე აგადე პრაქტიკაში არ გოლია. ეს არის შუამდინარში დაჭერილი ანაკონდა. ცირკი კი არა, ეს ველური ბუნებაა. ამაზონის ჯუნგლებში ბევრი ტური არსებობს, მათ შორის უმეტესობა ისეთი, სადაც პატარა ტურისტული ცირკია გამართული. ყველაფერი ისეა ორგანიზებული, თითქოს ველურ ჯუნგლებში ხარ, თუმცა ერთის გამოკლებით. იქ ველური თითქმის არაფერია. საშიში ცხოველები ტურისტების სიჭარბის გამო მსგავსი ტერიტორიებიდან გარბიან, რაც ამ ერთი შეხედვით საშიშ გარემოს ადამიანისთვის უსაფრთხო ტურისტულ ატრაქციად აქცევს. ეს კი მსგავსი სანახაობა არაა. ეს ღრმა ჯუნგლებია. ნამდვილი ველური ბუნება, სადაც ადამიანები ლოჯისტიკური ხარჯების, უსაფრთხოების და ხანგრძლივი გზის გამო ძალიან იშვიათად შემოდიან. აქ ნამდვილი ველური ცხოველები ბინადრობენ და ტომელებისთვის ისინი ჩვეულებრივი საკვებია. ეს არის პატარა ბეიბი ანაკონდა, მაგრამ წინ კიდე დიდი ანაკონდები გველის. ვახჩობს. აქ ხუმრობ, მაგრამ თურმე მართლა არ ვწდებოდი. წინ კიდევ უზარმაზარი ანაკონდის დაჭერა გველის. ჩვენმა ბეიბი ანაკონდამ კი სავარაუდოდ შიშისგან ჩვენზე მოსაქმება გადაწყვიტა. Hey, Lena. Yeah. მოჭვა. That's What happened? What's happening? ანაკონდა რა გავაკეთო ვერ მახშობოდა დააჭვათა. აუ ეხა დავიბრიდები. შოქდი გაუშვი და ცოტოა დაგაჭვა თავზე. აჩაუდა მა. გველის მოსაქმებული ჩემ ტანზეც მოხვდა, თუმცა ალოგიკურია ჩავხვდე მდინარეში, საიდანაც ცოტა ხნის წინ ანაკონდა ამოვიყვანეთ. და არა მარტო ანაკონდა. ამავე მდინარეში არიან ნიანგებიც და პირანიებიც. თუმცა ხანდახან ამ უსაფრთხოების უგულებელს აყოფად ერთი სიტყვაც საკმარისია. Amigo. Go, you can do it, come on. Hey, anaconda. Lea, სულ არ ვიცი რა. გულითა და ჩავხდე. Fuck. GPS უკეთია, ხო ასე? Igulai. Always, yeah. So I'm working for a long time. ხელს გარჩევს კაკო. I know which way there. Bebe, lleva ya. Working for a ანუ ონდენი ხანი რატომ ხელს ართმევს არა, რავი. Igulai. ისე მეგრე ლაპარაკო. I'm working for ხელს ართმევს რა იგრე ლაპარაკო, ძალიან შეხედა ხელზე უყურებს. ანუ ესე რატომ უნდა ლაპარაკო? I know which way there. Bebe, lleva ya. ესე შეიძლება კი ლაპარაკო. Amazing, yes or no? Yes.
Of course. Of course. Welcome to Ecuador. Guy with eagle eyes. Mr. Pajarito, yes, always. Yeah. Mr. Pajarito, როსტომარინა. სუმეგმონა რა. გველების მეშინოდა და თუნდაც მეშინე გველების რომელიც ზოოპარკშია დაჭერილი. გვერდზე რაღაცა მოწურავს. კი, ძმა. გვერდზე რაღაცა მოწურავს, ბიჭო, ძალიან გრძელი. გველების მეშინოდა და თუნდაც მეშინე გველების რომელიც შევანიანგია. დაჭერილი. უნებაში გაშოვებული. აკერ ბრატ, რაღაცა მოწურავს. ბოლო ნახე სადა აქ, ბექა. მაგას ვამბობ, ძალიან გრძელია თქო. ანაკონდის დაჭერიდან დაახლოებით 2 საათში უკვე სოფელში ვიყავ. ისღარი რაღაც. ვარეკამ ეს ანაკონდა საჩუქრად წაუღო ტომის ბავშვებს. ძალიან დაღლილებმა იმავე დღეს გამოვიძინეთ და უკვე მეორე დღეს მზად ვიყავით ტომის კარგად გასაცნობად. მოკლედ ყველა აქვს შიშველი ჭუჭუები ჩემი ანაკონდებთან ჩამოვიდა სულ. გარდა, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მე არ ვინადირებ. მე ვიქნები გენიალური მონადირე. ამიტომ წავედით. ამ ხალხს ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ. მანამდე კი მოგიყვებით ჩემ შესულ გეგმებზე. ზუსტად იმიტომ, რომ ანაკონდასთან შეჯახება ჩემთვის მოსალოდნელზე მარტივი აღმოჩნდა, გადავწყვიტე ყველა ნადირობის აქტივობაში ჩავთვლიყავი, რაც ტომელების ყოველდღიურობის ნაწილია. წინა ღამით გაუჩერებლად წვიმდა. შესაბამისად, მდინარე მკვეთრად დადიდებული იყო, რაც საშუალებას გვაძლევდა კიდევ უფრო ცხადად დაგვენახა ამაზონის ცხოველების და ფრინველების მრავალფეროვნება. გზაში უამრავჯერ შეგხვდა სხვადასხვა კუ, რომელთაც როგორც კი მივახლოვდებოდით, სასწრაფოდ წყალში ჩადიოდნენ. თუმცა კუ არ იყო ერთადერთი ქვეწარმავალი, რომელიც ჩვენ დანახვაზე წყალში გარბოდა. რა მოხდა? let's see. ამას ძალიან ბევრი ფული იქნება გადახდილი. რო ესე წაგიყვანო ნა. ეი უეჭველი. ვარღადაო. Adios. If you have it. ძალიან პატარა იყო და გადმოხდა. ეხა თან არ გვაქვს ამოღებული შუბები, რომ მოეკლათ. სხვათა შორის ალიგატორიც და გველიც და პირანიების დიდად არ მეწოდება, მაიმუნები მეწოდება მაგრამ. ვინ ნადირობენ? გიორგი, მე გადავები? ესენი რას ნადირობენ? ძმა, ესენი პროსტა გიდები არიან ჩათვალე. მისტერ პაპო. არა, ბიჭო. ეი, რა? ეგენი ხო? ეგ ხო გიდია. ხო, აბა ის ტომს რომ მიაკითხა ის სხვა არის, კაცო, არა, ტომს რომ მიაკითხა სხვა არის და მე ვამბობ რომ ამათთან ეკნება თქო ბევრი ფული გადახდილი ამ გიდებთან რო წაიყვანეს ეხა ამათ ო მისტერ ბოარიტოსთან თუ ვიღაცას აბა იმათ რა თუნდათ ფული არა ბიჭო ძალიან ბევრ ფულს გადაიხდიდა მაგრამ საწმანი მიუტანო ეს საფრიფათო ადგილზე რომ იყავ ხარ ძალიან დიდი ფული უნდა გადაიხადო ეს ტომში რომ მიიყვანა ამ გიდმა ძალიან ბევრი ფული იქნება მაგაზე გადასახდელი წარმოიდგინე ამ ტომებს ტიპები ვერ უახლოვდებიან ძმა პარადოქსია რაღაც ფუნქცია ალიგატორს რო დავინახა მინდა რომ მოვკლათ დღისით ალიგატორი იშვიათად გამოდის გარეთ ზირთად ისინი ღამით ამოდიან წყლიდან მარეკა დამბირდა რომ ღამით ალიგატორებზე სანადიროდ წამიყვანდა თუმცა მანამდე პირანიები ყავდა დასაჭერი He is a good fisherman. Really? Yeah. აუ როგორ მაინტერესებს პირანია Rope or No. პირანიებს სტანდარტული გზით ვერ დაიჭერთ პირანია არის თევზი რომლის დასაჭერადაც სხვა თევზია საჭირო რადგან ისინი ხორცის მჭამელები არიან და ჩვეულებრივი ჭიაყელით ვერ მოიზიდავ მარტო ზույით შევზო რასაც მოიზიდავ ეს ლოქოა სწორედ ლოქო უნდა დავიჭიროთ პირველ რიგში რომ მერე ლოქოებით პირანიები დავიჭიროთ რამდენაირი თევზია წარმოიდგინე აი ლოქოები this is the fishing აი ეს წვერები რო აქ ეს არა აკასო ლოქო მას ლოქოს გარდა რო ყლეზე კიდია როგორც აღმოჩნდა ყველაზე რაკია ლოკოტინო ნადირობე პირანიას ლოკოტი ნადირობე კი არა ზუაკ მარტო გადაგდებული და თევზი შეიჭერს ეს ჩემისა შიგაკ მეტად პირანიებს გარწყალში უყვართ ყოფნა აკროს სპინინგი წახვიდე ბეკა რომ პირანიების საჭიროება გარწყალში უყვართ ბიჭო ყოფნა იქ რა ამიტომ გამემართ როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტად პირანიებს მდგარ წყალში უყვართ ყოფნა ამიტომ გამემართეთ გორილა დათვი რაღაცა დიდიქ გორილა რაღაც პისკენ რომ პირანიების დაჭერის უფრო მეტი შანსი გქონოდა ნაკვალევს გამოყევი
ეს არ დაიჭერს, ნო. ვაპონე და მოგი დედის. No, bro. Of course. I can't survive myself. Cleo! This guy sleeping well. Sit down, smoke. Please guys, pay attention to the one by one. We're gonna go cross the cavity rope. რატომ გონიას ჩავარდება? Fuck. გავჭირდა მე ხარ როგორ გაწიწუნა. How are you, my bro? ¿Cómo está mi hermano? ¿Cómo está el parcero? რატომ მივიდნენ? Why did not we come by boat here? იმიტომ რომ ნამდგარი წყალია, ბაქ მდინარე არ არის. No, cannot. აქ არიან პირანიები. პირანიების დასაჭერად ვარეკამ ანკესი მოამზადა. დაჭერილი ლოქოები დაკიდა და უკვე მზად ვიყავით. პირანია და ეს გება. თვითონ პირანია, ეს ჩემისა, ბიჭო, როგორ დადის? ნახე, ბეხშეშველი ნიანგი მარო შეჭამოს. ვიყავით. რაშიც ტბა ისე ვიდეოში რომ ნიანგს შეეჭამა, ეს ტიპი რამდენი რახვა ექნებოდა? შედებილი ხო. ოხუი რა. აში გადადებული ხეთა ვეხმარა. რომელიც იმის გამო არ ჩანდა რომ წინაღამე ფეხი მიერტყიდა? ამას ამდის მოაბითოკი ფეხი მიერტყიდა ნიანგსაც დაიჭერ ჩვეულებებ. მე კოკისპირულად იწვიმა. 4 მეტრია გადებული ქვემოთ, რა. თვითონ 4 მეტრია ეს სიღრმე. მეც ხეზე გასვლისას ვფრთხილობდი, რადგან თუ ამ ხეზე ფეხს არასწორად დავადგამდი. არა, ამ შემთხვევაში უკვე ოპერატორი ფიქრობს, ეხლა რო კაკო შეჭამოს ნიანგმა რამდენი ნახვა ეკნება. პირდაპირ ტბაში აღმოჩნდებოდი. რაც საკმაოდ საშიში შეიძლება გახდეს. ალბათ ეს თევზი ანაკონდასთან და ალიგატორთან შედარებით ნაკლებად გაგიგიათ, მაგრამ მათი სიველურე იმაშია, რომ დიდ გულს ადამიანის მოკლად შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ სისხლის სუნი იგზნეს მდინარეში. ან ფეხი გაგეჭრა დამძროდი. ვარეკამ რა თქმა უნდა თავიდანვე დაიწყო პირანების დაჭერა. დაიჭერა 1. 2. ორი ნოლია ძმაო. 3 პირანია. მე კი უშედეგოდ ვისროდი ანკეს. ტვინი ყანა ბიჭო რა რთულია ამის დაჭერა. აღმოჩნდა რომ პირანიები ხორცის გარდა თურმე ხიდან ჩამოორნელ ხილსაც ჭამენ. სწორედ ამის გამო აკეთებდა ვარეკა ამ მოძრაობებს, რომ წყალში ხილის შაგდების იმიტაცია შეექმნა. დააბეითა. ახე რა კაცია, რეებს აკეთებს, ანკესის თავს დააფურთხა, კი აგონია ამ ჩემისას. შეხედე გთხოვ. შაგდების იმიტაცია შეექმნა. ოღონდ, გაწუწნა ანკესის თავი რაღაცეებს ჩალიჩობს რა ბოზიკაცია, ნახე ჩეთერია. ოღონდ შაგდების იმიტაცია შეექმნა. ოღონდ გაწუწნოს. შეხედე, ოპა. დააფურთხა, წაუსვა. ნახე. ერთი რა. ჩემი უშედეგოდ გრძელდებოდა. პირანიამ რამდენჯერმე შემიჭამა თევზი. ნახე, რეებს აკეთებს. ანკესის თავი მოწუწნა. He eats everything. Pasa Canada. თუმცა როგორც იქნა დადგა მომენტი, რომ პირანია ანკეს კარგად წამოედო. ოპა. Finally, here's my baby. Bro, what are you doing? Catch. პირანია. აი ეს არის რომელიც ამწარე 1000 ადამიანის სიცოცხლის ფილმებში. ჩოლებრივ შეზევით გამოიყურება. ეხლა ხელს თუ ჩავყოფ. ჩემი ხელი აღარ იქნება. და მაგ წყალში ვდგავარ ეხლა. როგორია? რა მხელა რა კბილები აქვს ნახე. ჩაყავი ხელი რა, ჩელენჯი. პირველი ნადავლით გათამამებულმა გადაწყვიტა ვარეკასთვის გადამესწრო დაჭერილი პირანიების რაოდენობაში. თუმცა სამწუხაროდ ამას ჭამენ, ხალხო. ეს შეგიძლია ჭამო?
ესე რაღაც პირანია? ხო. ბიჭო ვერ ვიკავებ ამას. No stress. Nothing. იარ არ მჯერა რომ გამოვა. You're just walking. სად არის მე? რა მოხდა ბიჭო? მას ჩავარდა. Ahí, mate, pues. ნემსა გამომდა ხელზე. Are you okay? No. No? Okay. Give it up. It's a jungle of ხელზე გამომდა კიდე ნემს გავისმენდა. Gaza. ირანია არ მიკლინავს ახლა დავარია. Freedom. თუ გინდა რომ შენც იგივე არ დაგემართოს და ამაზონის ჯუნგლებში შედარებით კომფორტულად იმოგზაურო, შეგიძლია შენ მეგზურს მიმართო. მეგონი მიკროფონი გაფუჭდა. მიკროფონი? მოგიგეთი. წყალია შიგნით. არა შოს მეორე ხო. თუ შენი მეგზურის უგამოცდილეს ოპერატორებს მიმართავ ამაზონის ჯუნგლებს ისე მოვლი რომ არ დაგჭირდება არც ტანსასმის გაშრობა და არც ბოტების წყლისგან დაცლა. Good content, bro. განეშნა რას ვიფიქრებდი? ერთი წლით ადრე რომ ირანიები და ალიგატორები ცავს მდინარეში ჩავარდებოდი და 2 წუთის მერე მაინც არხიანად იქნებოდი. ეს ამაზონია მეგობრებო. ამაზონმა არ იცის სინატიფე. აქ ყველაფერი ველურია. ვარეკამ ზადა ამ შეფი ალიგატორების დასამართლებლად. ალიგატორის დაჭერის დროს ბევრი უშედეგო მცდელობა გქონდა. ვარეკამ გითხრა რომ დღეს არ გაგვიმართლა რადგან სავსე ეი 900 კაცი ხარ 1000 ლაიქი უცბად ხალხო რამდენი ლაიქზე ვართ დარწმუნებული ვარ რომ არავის დალაიქებული არ გაქვთ ვაფშე აი 200 ლაიქი იქნება მაქსიმუმ უყურეთ ხო 900 კაცი ხართ უყურეთ 400 წარმოიდგინეთ 500-მა კაცმა მიღალატეთ 500-მა უცხორო გიღალატებს მაგ დროს რა უნდა თქვა ნაცნობი რო გღალატობს წარმოიდგინეთ მე დავალაიქებ ისევ ჩემთავს მთვარე იყო და დინარე ზედმეტად გადანათებული იმისთვის რომ ალიგატორებს ვერ შემემჩნიეთ. შესაბამისად ყველა ალიგატორი რომელიც ვარეკამ დაინახა უშედეგოდ გაგვექცა. რა გაზრა? ხამეს დადიან ბიჭო. Hoy mal meten con ello como dije hoy. What happened? It's gone. Yeah. From hello იყო დიდი. რა გადმილზე ნადირობა. ალიგატორებს ვარეკა შორიდან უბრალო ფანრით ამჩნევდა. მათ ღამით თვალები წითლად ენთებათ და სწორედ ეს გვეხმარებოდა მათ შემჩნევაში. თუმცა მხოლოდ შემჩნევა არ კმაროდა. It helps or it does not help. This Doesn't help. Mucho más grande, está. Მეშინია რა. გავიდა დაახლოებით საათნახევარი და ვერც ერთი ალიგატორი ვერ დავიჭირეთ, რადგან ყველა გარბოდა. დიდი იყო? ა? თვალები დავინახე მარტო. Was it big? Grande? Era grande? Sí, grande. ყველაზე ნაკლებად ახალშობილი ალიგატორები რეაგირებდნენ ხმაურზე და განათებაზე და სწორედ ასეთი ალიგატორი დაინახა ვარეკამ მორიგი გაჩერების დროს. უნდა გავუყაროს შუბი? აი მოხდა. პატარა. როგორ უჭირავს? ოუ. როგორ უჭირავს? შეხედე ბიჭო. დავზარდოთ მოდი. აი პატარა. ესეც იმათი ტომელია ხო უეჭველი ძმობას გაფიცებ. უეჭველი მაგათი ტომელია ბრატეს არა ნორმალური ამა შიგა. მაგეთაც ეს ალბათ. დადი ხელით იჭერს ანაკონდას. ხელით დაიჭირა ეს ალიგატორი რა მშულობა ბიჭო ბაუშვე კი არა ეს რო 100 მეტრიდან დავინახო ისე გავიქცები ჩემი კარგი მოუტყან გეგონება საბურავები დაწვა ვიღაცამ ისეთ ბოლს დავაყენებენ Be right? Yeah, baby. Where is mom? Ya se fue por ahí. დედამის არ მოძებნოს გადააგდე რას რეცხავ ჩემი კაცო შეიძლება 8 მეტრიანი ალიგატორია მოხდეს ეხლა მან გარე Yeah. გველისავით თავი უნდა Sí.
ნახე როგორ ხმას გამოსცემ სოდოა გაუ შემოვიდეთ რა დავიჭირეთ მართალია პატარაა მაგრამ გაიზრდება თქვი რამე ჩიმა თქვი რამე გაუ გაიზრდება სოდოა და გახდება დიდი ალიგატორი ბეიბი პატარა ალიგატორი დავიჭირეთ ამ შუა რა საყვარელია არა როგორ ხმას გამოსცემ გადაუშვიო ტომელების მორიგი ნადირობა ამჯერად ხმელეთზე გრძელდება. ხმელეთზე ისინი ნადირობენ ისეთ ცხოველებზე, როგორ ტიპს რამხელა ბლარია, დევს წარმოიდგინე რამხელა გიშლაკ. ვიდეო ბლარია დევს ამის დედა მოთხა შეხედე. როცა ურთხელი, ტყის ვირთხა, ტყის ღორი. შეიძლება ანუ ხო არის პირანიაზე რომ ლოგოთი თევზაობს, შეიძლება რაღაცით მაგით თევზაობს. შეიძლება ჯაკონციალებული აქ და მაგით თევზაობს. და რაც თავარია მაიმუნები. სწორედ მაიმუნებზე სანადიროდ ვიყავი გასული შიშველ ტომელებთან ერთად, მაიმუნისთან ჩვენთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი არსება შევამჩნიეთ. თუმცა ამჯერად გაცილებით დიდი. არ მოკლავდი აი ის ნახ გადაყვა მდინარეში ბიჭო. go no stop აი ვერა ეხა ბლარი რო არის ყოს წაროი გაცილებით რთული აღმოჩნდა. და ჭირს ამოყვანა ეს არის ბევრად ძლიერი ვიდრე გუშინდელი ანაკონდას გიგანტური ზომის გამო მის ამოყვანაზე ერთდროულად რამდენიმე ადამიანი უმუშაობდით. ხან მანდუკვინო ვა წარმოიდგინეთ არო ანაკონდას ეკაჩება პროჯით გადახრილია და ჩამოკონციალებული რო აქ რა კადრია გაღებული კაკოც მობას გაფიცებ ჩამიგდე რა დაბლარულის გაჭე პროჯით როა გადახრილია აუ რა տեսლი კადრები ეს რო პორნო საიტია თვითო შემეცი YouTube-ს ეს პორნო საიტია თვითე მილიონი ნახვა იქნება ჩემი კარგი ნახე რა კადრებია ძმა იმდენი ხანი ვცდილობთ გველის ამოყარას რომ პერიოდულად ვიღლებოდით და ერთმანეთს ვეცვლებოდით. აიმე დავიღალე თან დაგვაჯვა ამ დედამოყო come here change substitute ბიჭებმა სტრატეგია შეცვალეს. ძალების დაზოგვის მიზნით ანაკონდა თოკით ხეზე მიაბეს, რომ არსად წასულიყო. პარალელურად ხის გაჩეხვაც დაიწყეს, რომ თავი დაენახათ. მაგარი მაიქნება მაიკროფონით ამოყვანის პროცესს ართულებდა ის რომ შემდეგ კი ინგლისურზე გადავედი. let's go მობას გავიცებ შენ ანუ ანაკონდას პირველი რეაქცია წარმოიდგინეთ წყლიდან თავს ანუ თავისთვის იწვა წყლიდან თავს ამოყობს და 5 ტანგიანი ტიტველი ეკაჩება გამოყლებდება ანაკონდა სამოყვანა ისე გაიწელა რომ ნენელა არასერიოზულებიც გავხდით. ქართულ გამხნევებაზეც გადავედი. მიდი Agacharte, давай! Abara! Ramxela. ჩემი კარგი მო დაახლოებით 15 წუთიანი ძიზგილაობის მერე ანაკონდამ თავად ამო. ჩემთან არ ამოუშვა ახლა. No.
ოპა. ის მოკიგავს. გაუხსნა. ჩვენსგან იყურება ეს დედამ. კიდევ დაახლოებით 10 წუთის გასვლის შემდეგ ჩვენმა გენიალურმა მონადირე ვარეკამ იპოვა მომენტი და თავში სტაცა ხელი. რომელ სტრაიკერზე? არა, ვიდრე. ვერ დაადებენ ეს ამათ ტრადიციაა. ოხ, ჩემი ამხელა ამის რამხელა არის. უდაიბანა? აუ, ვერები როგორ ჩაიბანა ეხა გავგიშდები. ხვერები როგორ გააშხვარშხვალა შეხედე. ოხურე. როჩი წყალი როგორ ამოისხაჯა. ეს არ დავინახავს. იჩო. შეჭაბატრაფენ. ამოც. რა გინდა? დადოა. მანმა ინა იმბიმანა. არ უშვებე? არა, ბიჭო, ეს კამერას აუ, კამერა გავწი, ვერ ნახეთ? ერთი წუთი ეს გაჟღვალება, ყველას უნდა განახოთ. უყურეთ. ეხა უყურეთ. უყურეთ ეხა. უყურეთ ჩახ. უყურეთ. ოპ. როჩი გამოიმა. როჩი გამოიმანა ტექნიკურად. რაღა ტექნიკურად უნდა. ეხა მოუწოდე რომ დაალაიქო. დაალაიქეთ ხალხოსტრები. უი, არხი გამოიწერეთ, მართლა 30 გამომწერი გვაქვს, ხალხო 170 არას. დაუჭერიათ. ოპა. ზედიზე 2 დღის მანძილზე. რა ვედი თუ და. არა, მე ის გადამჩენო და ამ უფრო ეფექტური ანაკონდით კიდე ერთხელ მეპოზიორა და რა თქმა უნდა ჩემი საფირმო ფრაზაც მეთქვა. მაგრამ მე კაკო ვარ, დოპამინის და ამჯერად უკვე დ-ვიტამინით სავსე კაცი. ამხელა, ბიჭო. უნდა ცოცხალია და ჩვენი ნაჭერი. ხო. ახლა როგორ ცისინებს? ანაკონდითვე გავაგზელეთ გზა რომ მაიმუნებზე გვენადირა. თუმცა მხოლოდ ნადირობა არაა საქმე. ალბათ მთელი ვიდეოს მანძილზე კითხვის ნიშნები ქონდათ. საერთოდ ვინ არის ეს ტომი? რატომ არ აცვიდა? ან რატომ არ სურთ უფრო ცივილური ცხოვრება? რა ფასეულობები აქვს და როგორ აღარხებენ პირველ შენი გველი ბეკა. ასე ეფექტურად ნადირობას? ამ კითხვებზე შემდეგ ვიდეოში გიპასუხებთ. და ეგ ვიდეო საიუბილეო რომ გავგევიდეს ვაიმე! ეს გამომწერზე ეს აღარ გავქნა. 100.000 გამომწერზე იქნება მეყვანოთ რა ვქნა. როგორ მორმისცენ? იმე. აუ, ყველაზე თესლი კადრია, ბიჭო. მეყვანოთ რა ვქნა. ყველაზე დერწკი ნადირია.